გამარჯობა. Ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ფესტოსის დისკოზე, თუ გაშიფრის რა ეტაპზე ვართ და ჩვენს მიერ გაშიფრული ტექსტი როგორ ჟღერს ქართულად. მოგეხსენებათ წარმოდგენილი ეგრეთ წოდებული ჩარჩოები მასში სიმბოლოებით. ჩვენ მას ფრაგმენტებსაც უწოდებთ. ამიტომ დავიწყოთ. ფრაგმენტი პირველი. რადგან მოულოდნელი თავდასხმა. ფრაგმენტი მეორე. მიზეზი ამისთვის. ფრაგმენტი მესამე. ერთად წასვლა. ფრაგმენტი მეოთხე. მე ვამბობ. ფრაგმენტი მეხუთე. თუ შენ ყოფილხარ. ფრაგმენტი მეექვსე. გაუშიფრავი გვაქვს. ფრაგმენტი მეშვიდე. საიდუმლო ველზე. ფრაგმენტი მეერვე. გაუშიფრავი გვაქვს. ფრაგმენტი მეცხრე. ბრძოლისთვის. ფრაგმენტი მეათე. მეთაურობა შენ გეკუთვნის. ფრაგმენტი მე-11 ასევე გაუშიფრავია. ფრაგმენტი მე-12 გამომწვევი დაბერვის საუბარია ჰაერის დაბერვაზე. ფრაგმენტი 13 კოსმოსში სივრცეში თვითმავალი. ფრაგმენტი 14 აქ დასაზუსტებელი გვაქვს დიდებული. ფრაგმენტი 15 კოსმოსური ხომალდი. ფრაგმენტი 16 ბუნებას ველთან. ფრაგმენტი 17 ჭაობის ტყეს დაინახავდი მშვენიერს. ფრაგმენტი 18 კოსმოსში სივრცეში შეუძლია. ფრაგმენტი 19 კოსმოსური გასეირნება. ფრაგმენტი 20 კოსმიურ მამას ბოდიშით. ფრაგმენტი 21 ელერონების დახმარებით მართვა შეუძლია. ფრაგმენტი 22 ბრძენი გაიმარჯვებს. ფრაგმენტი 23 მეთაური ასაკოვანი ძველი. ფრაგმენტი 24 მეთაური მამა. ფრაგმენტი 25 მეთაური ეს შენ ხარ. ფრაგმენტი 26 გაუშიფრავია. ფრაგმენტი 27 ნაწილი გვაქვს გამშიფრული. დამკვირვებელი მეთვალყურე. ფრაგმენტი 22 ნამდვილად დავალებულია ულვა ანუ სვავი ფრინველი ზოგადად ექვივალენტურია სკაუტის მზვერავის ისტორიული გაგებით. მერე ფრაგმენტი 29 კოსმოსური წინაპარი გაიმარჯვებს. ფრაგმენტი 30 მამა. ახლა ეს გვერდი ბეგვერდის ჩვენ მიერ გაშიფრული ტექსტი ერთიანად როგორ ჟღერს. რადგან მოულოდნელი თავდასხმა. მიზეზი ამისთვის ერთად წასვლა. მე ვამბობ თუ შენ ყოფილხარ საიდუმლო ველზე. ბრძოლისთვის მეთაურობა შენ გეკუთვნის. გამომწვევი დაბერვის კოსმოსში თვითმავალი დიდებული კოსმოსური ხომალდი. ბუნებას ველთან. ჭაობის ტყეს დაინახავდი მშვენიერს. კოსმოსში შეუძლია. კოსმოსური გასეირნება. კოსმიურ მამას ელერონების დახმარებით მართვა შეუძლია. ბრძენი გაიმარჯვებს. მეთაური ძველი. მეთაური მამა. მეთაური ეს შენ ხარ. დამკვირვებელი ნამდვილად დავალებულია ულვა. მოგახსენეთ ულვაზე. კოსმოსური წინაპარი გაიმარჯვებს. მამა. აქვე განმარტავთ რომ ჩვენ სპეციალურად არ წარმოვადგენთ ორიგინალური ტექსტის თანადგნის ქართულ ენაზე თანამედროვე ქართული გრამატიკის მოთხოვნების მიხედვით. ნათარგმნის სიტყვები დავტოვეთ ისე როგორც გამოითქმის ორიგინალურ ენაზე და ისე შევადგინეთ წინადადებები. იმთავითვე გეტყვით რომ გავშიფრეთ ეგრეთ წოდებული ორივე მხარის თითქმის ნახევარი და საჭიროდ მივიჩნიეთ პირველადი შედეგების გასაჯაროებად. ტექსტი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ ჩარჩოებში გამოსახულ დამწერლობით ნიშნებს შესრულებულს ნახატებით, რომელთა რაოდენობა 2.5 ასეულს აღწევს. დამწერლობის ფორმა ზოგადად ლოგოგრაფიულია. კონკრეტულად კი რომელია ამას გაშიფრის შემდეგ როცა დავწერთ კვლევას მოგახსენებთ. ფესტოსის დისკოს გაშიფრის მრავალი მცდელობის მიუხედავად არც ერთი არ არის აღიარებული მსოფლიო სამეცნიერო წრეების მხრიდან, რადგან თუ ნაშრომი არ შეიცავს თითოეული გამოსახულების მიხედვით გაშიფრის პროცესის სრულ აღწერას, პალეოგრაფიული თვალსაზრისით ასეთი ნაშრომი წარმოადგენს სიყალბეს. აუცილებელია სათითაო გამოსახულებაზე წარმოდგენილი იყოს ტექსტის ენაზე ამ გამოსახულებათა ფონეტიკური შესატყვისები, თუნდაც რომელიმე თანამედროვე ენის ასო-ნიშნებით ჩაწერილი, რათა იმ უძველესი ენის სიტყვათა ჟღერადობა იქნას აღქმული, ჩვენ შემთხვევაში თანამედროვე ქართულზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ შემთხვევაში არ შევართ სხვა ნაშრომების შეფასებაში. ჩვენი აზრით დისკოზე წარმოდგენილი ტექსტი აღწერს
თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის სამეგრელოს ტერიტორიაზე მომხდარ უმნიშვნელოვანეს ამბავს, რომელიც იხილა ტექსტის შემდგენელმა და ერთგვარ ანგარიშს აბარებს თავის პატრონს, მმართველს ან მეფეს. ტექსტში წარმოდგენილია პალიასტომის ტბის კონტურების გრაფიკული გამოსახულება. აი აგერ არის მაგალითად აგერ უფრო ზუსტად აგერ გაჩვენებთ კიდევ აი ეს პალიასტომის ტბა და ეს სიმბოლოები იქ წარმოდგენილი აი ამ ფესტოსის დისკოში. გრაფიკული გამოსახულება, რომლის დანახვაც მხოლოდ ზემოდან არის შესაძლებელი. ეს სანაპირო ზოლი დამახასიათებელია მისთვის, სპეციფიკურია და ჩვენი აზრით ამ ტბის ზუსტი გრაფიკული ასლია. დანარჩენზე მსმენელმა იაზროვნოს. თავად დავამატებთ, რომ ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000-რეულის დაახლოებით შუახანები და ყურადღებას გავამახვილეთ ზეციდან რაიმე ობიექტის დამზერის შესაძლებლობაზე. ტექნიკურად მხოლოდ რომელიმე საფრენია აპარატის გამოყენებით. უვლადოდ გავიაზროთ, დისკოს ასაკის ეპოქაში თუ ზემოდან არ დააკვირდებით პალიასტომის ტბას, მისი კონტურების დადგენა შეუძლებელი იქნებოდა. მით უმეტეს გრაფიკული გამოსახულებების მისადარგება დამწერლობის ერთ-ერთ ფორმასთან. ჩვენ გვაქვს ამაზე ვიდეოები პალიასტომის ტბაზე და გთხოვთ უყუროთ, იქ ეტიმოლოგიაც აგვაქვს განმარტებული. ახლა დანარჩენზე ქვემოთ. თარგმნის მეორე წელია, თითქმის მეორე წელია გაშიფრაზე მუშაობთ. უნდა ითქვას, რომ გაცილებით რთული აღმოჩნდა მისი გაშიფრა, ვიდრე გვეგონა. საქმე მდგომარეობს შემდეგში. არაქართულ ენაზე შესრულებული ტექსტი შეიცავს სიტყვათა მრავალ შინაარსობრივ ეტიმოლოგიას. თვითონ გამოსახულებათა ფონეტიკური შესატყვისების გარკვეული ნაწილი რთულად დასადგენია. და ახლაც გითხარით, რომ ნაწილი არ გვაქვს გაშიფრული ჯერ. მერე მას სჭირდება ქართულ ენაზე თარგმანი და ასე შემდეგ სხვა პროცესები, რასაც დიდი დრო მიაქვს. მასში რომელი ენაა გამოყენებული, ამის დასახელებისგანაც თავ შევიკავებთ. დავასახელებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დავასრულებთ ყველაფერს. ტექსტი მეკუთვნება ერთ-ერთ უძველეს ენათა ოჯახს, რაც დადასტურებული გვაქვს მყარი არგუმენტებით, ისტორიული წყაროებით, თანამედროვე არქეოლოგიური აღმოჩენებით, ლინგვისტური მონაცემებით და სხვა ფაქტებით. ტექსტის ეგრეთ წოდებული ენა არ მიეკუთვნება სემიტურ ენათა ოჯახს. ამას შეგვიძლია ვთქვათ, როგორადაც მას ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, ან სხვები ვარყოფენ. თუმცა ეს არ უნდა იქნას გაგებული ისე, თითქოს ტექსტში სხვა ენათა ოჯახის ლინგვისტურ ფონემათა ფორმები არ გვხვდება. გამოცდილება კარნახობს, რომ ზოგიერთისთვის ეს მოცემულობა დასასუსტებელი გვექნება. ამიტომ დავაზუსტებ. ნებისმიერ ენაში, მათ შორის ქართულშიც, მრავლად გვხვდება ბარბარიზმები, სხვადასხვა ენიდან შემოსული და დამკვიდრებული სიტყვები, რაც ასევე დამახასიათებელი იყო ნებისმიერი უძველესი ეპოქებისთვისაც. თან იმ მოცემულობით, რომ არსებობდა ერთიანი, ანუ წინარე, ანუ პრაენა, რაზეც ხათაშორის ცნობები ქართულ საისტორიო წყაროებშიც მოიპოვება და ამის შესახებ დავა უკვე თანამედროვე მეცნიერთა შორის აღარ გრძელდება. ქართლის ცხოვრება და დაუტევნა ჰინდურად ზახვევნი ჰინდეთს, სინდნი სინდეთს, ხრომნი ხრომს, ბერძენი საბერძნეს და აგდა მაგუგეთს, სპარსნი სპარსეთს, ხოლო პირველი ენა ასურებრი იყო პირველი ენა და ესე არიან 7 ენანი, რომელნი ნებროთამდე ზახვიდეს. ერთიან ენაზე არის ცნობები აგრეთვე ბიბლიაშიც. ამ საკითხზეც ჩაწერილი გვაქვს ვიდეოები და გთხოვთ უყუროთ. დისკორის ირგვლივ ისეთი აჟიოტაჟი ატეხილი, თვითონ ყველაფერი ცნობილია. სინამდვილეში მასზე დაზუსტებით ბევრი არაფერია ცნობილი. არაფერი ვიცით ასაკზეც, თუმცა არსებობს მისი გაშიფრული რამოდენიმე, მაგრამ არ აღიარებული ვერსია.
თანაც არაოფიციალურად მიჩნეულია მithom ჭეშმარიტება. ხო და არაფერი დაშავდება თუ ერთ-ერთი ჩვენი ვერსიაც იქნება ერთ-ერთთაგანი. ნახოთ მომავალში მერე ისტორია განშის ვინ იქნება მართალი. და გაშიფრული ტექსტების მოძიება არ არის რთული სოციალურ ქსელებში და შეგიძლიათ მოიძიოთ და თვითონ დარწმუნდებით რამდენად ჭეშმარიტება არის. ამით დავასრულოთ. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, უყუროთ ჩვენს ვიდეოებს და რაიმე საკითხის წამოჭრის შემთხვევაში მოგმართოთ. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ განმარტებას ყველა საკითხს. დიდი მადლობა.